შედადიოდი რა ბეწეს. ირონიით რა თუ ამბობ. ორი ხვირავი არის კარატეზე, მე ყმა მომტეხეს და მე ფეხბურთზე აღარ გავუკარები ვარ სპორტს. ფეხბურთზე დავდიოდი, ოღონდ თამაში იწყეოდა და სრულდებოდა ის რომ ბურთები. კარატეზე 2 საათი მაქვს ნასიარულები. წყალი მწყუროდა და მწვრთნელმა მითხრა სანამ არ შეერდა დამთავრდება არაო და რო გამოვედით მეოთხარი ეს ვინ არის მეთქი რომ წყალს არ ვასვევს და აღარ გავაგზავნე. ჩემი ფეხი აღარ იქნება მეთქი მეც ეგრე აიო გამიქანა წიხლი. და რასელოდი. რაღაცა კულტურული კარი. შემაჩიეთ ეს გამარჯვების თქმა. წავედი ფორტოპიანოზე ვიარე 7 წელი. ცოტა თავაზიან კარატესელო და წიხლი თუ შეიძლება. ხო. იმაში რა გახსოვს ფეოლაში რო წაიქცეო წამოაყო. კი, ესე და რაღაცა და ახლა უნდა მოგიქნიოთ. აო 4 წლის არის ჯერ არაფერზე, მაგრამ უკვე დაჯავშნული მაქვს ადგილი რომ ფეხბურთზე უნდა შევიყვანო. ხო, და აი 5-ის გახდება თუ არა სექტემბერში შემყავს. უნდა ძალიან უყვარს ყოველდღე იმ დღეს მკითხა ძალიან მაგარი რაღაცა რა მოკლედ ამ ფეხბურთს უყურებს ბურთს თამაშობს რაღაცა და ამბობს რომ ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო და იმ დღეს მეუბნება რომ მამა აი მე ხო ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო და კი მეთქი და მანამდეო სხვა რაღაც მინდაო რა გინდა მეთქი და მანამდე მინდა რომ ბავშვი გამოვიდეო და მეთქი ეგ რას გულისხმობს შვილო ბავშვი ხო ხარ მეთქი ისედაც არა ვერ გამიგეო აი თამაში ან უნდა იწყებო ფეხბურთელებს რომ ბავშვები რომ გამოდიანო ზუსტად ეგ ბავშვი მინდა რომ გამოვიდეო ზუსტად ანალოგიური უნდა და ისინეს ფეხბურთელის ბავშვობა მინდა გამოვიდეო და ვერ მივხვდი და აი ხელით რომ ბავშვი რომ გამოდის ეგ ბავშვი მინდა გამოვიდეო აუ ეგ მაგარი რამეა კი აუ ნუ იმაზე ვთანხმდებით რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენ შვილებს უნდა მივაჩვიოთ პატარაობიდან აპრიორი ძალიან შეიძლება მართლა დიდი სპორტსმენი ვერ გახდეს ბავშვი მაგრამ აი რეჟიმი დისციპლინა პატივისცემა რაც სპორტში არის ძალიან მაღალ დონეზე მაგას ისწავლის და აუცილებელია რა და ფიზიკური კულტურა აი რაც ახლა ფიზკულტურას არც ვეძახდი ძალიან კაი სახელია ეგ რა ფიზიკური კულტურა იმიტომ რომ ანუ ეს არ არის სპორტს სულ რომც არ გააყვეს არც გამოვიდეს უნიჭო იყოს თქვა და რაღაცა სხეული სულისა და გონების პარალელურად უნდა გამვითარდეს. და კიდე რას ვფიქრობ ვიცით, ოღონდ არ გამიბრაზდით არ ვიცი. ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მე რაღაც ცუდ შედეგებს გამოიღებს ხოლმე. მით უმეტეს ვნახეთ, რომ საკმაოდ ისეთი ცუდი არ ვიცი, რთული ბავშვები არიან, რომელსაც შეუძლიათ შეურაცხყოფა მიაყენონ, დაჩაგრონ, გალახონ და ასისხლიანონ თანატოლები რაღაც სისულელეების გამო და რაც უფრო ნაკლები დრო ექნებათ, ალბათ მაგისთვისაც ვეღარ მოიცლიან ცუდი ამბებისთვის რა. ხო, ეგ ბოლო დროს გააქტუალურებული ამბები ეს რაღაც ხო, აი ეხლა ხანსაც გავცელდა მეგონი თანატოლების, ხო, ანუ მოკლედ რაღაც პერიოდი მეგონა რომ ეს ბულინგი სკოლებში ცოტა უფრო მეც მქონდა იმედი, მაგრამ არა და კი, ბევრი ფაქტორია მაგაში და მეც მგონია რომ წორთნელის სწორი დისციპლინის პირობებში ადამიანში აკუმულირებული რაღაცა ეს ენერგია თუ აგრესია თუნდაც რომელიც შეიძლება ქონდეს სწორად უნდა წარიმართოს რა